ძალიან კარგი არის, საინტერესოა ორშაბათის თემა. ეს აქტიური არის ყველგან და ყოველთვის და ყველასთვის. არა მარტო კვებით აქტში. მაგრამ საინტერესოა იმ გაგებით, რომ როცა ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას რაღაცა შეცვალოს, არსებობს ასეთი გამოსავალი არა, აი გაქცევის საშუალება და ეს გაქცევის საშუალება ორშაბათი ზუსტად. იმიტომ რომ მე როცა ვამბობ რომ ორშაბათს დავიწყებ აქტს, ესე იგი ეს ნიშნავს რომ მე ვეუბნები ჩემს თავს რომ მე შენ გზღუდა ორშაბათისთვის, ორშაბათიდან. ამიტომ საშუალება ის რომ მე ჩემი თავი მოვატყუო და უთხრა რომ იცი რა ორშაბათიდან შენ დაეწყებ ყველაფერს, ეხლა კი გაქვს უფლება რაც გინდა ის გააკეთო. ერთგვარად მე ვამბობ ხოლმე ხუმრობ ამ დროს რომ ეს არის ერთგვარი ტრაპეზი, ეს მსხვერპლშეწირვა დავარქვათ იმ გზისთვის რომ დიეტაზე დავდგე ან მივიღო სასურველი წონა, ვიწყებ ყველაფრის ჭამას რაც კი შეიძლება, მაგრამ ეს ორშაბათი არასდროს არ დგება. იმიტომ რომ ეს ორშაბათი არ არსებობს პრაქტიკულად. იქიდან გამომდინარე რომ ეს სურვილი არ არსებობს. მე თუ რამის ცვლილება მინდა ყოველთვის უნდა შევცვალო დღეს. იქიდან გამომდინარე რომ როდესაც მე გადამაქვს ორშაბათისთვის, ჩემს წარმოდგენას, ჩემს ფანტაზმში უკვე განხორციელდა კლებითი პროცესი, უკვე მაქვს შედეგი მიღებული, უკვე ვარ დაკლებული ის სასურველი წონა და ავიცი, ვაკეთებ იმას, რაც მე ვუთხარი ჩემს თავს, რომ დაიკლებ მაშინ, ამიტომ ეს ორშაბათი არ დადგება. იმიტომ რომ ჩემს წარმოდგენაში ეს უკვე განხორციელდა. და ობიექტურ რეალობაში ეს ისე და ჩემს საქმეში არ არის განხორციელებადი. იმიტომ რომ ეს ბევრი ორშაბათი იყო ასეთი. ამიტომ ორშაბათი არის კარგი საშუალება იმისა, რომ აღარ გავაკეთო არაფერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი მე ვამბობ, რომ ორშაბათს დავიწყებ, ეს ნიშნავს ავტომატურად ნიშნავს, თავის თავშივე ნიშნავს, რომ მე არაფერს არ გავაკეთე.